ზოგადად მოდი შევაფასოთ სიტუაცია რა. სულ უფრო და უფრო რთული ხდება ამ დაჯგუფებისთვის ტყუილის მიყიდვა საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ისინი ცდილობენ გარკვეული შიშები დატესონ რა. იქ თქვა სტუდენტებს საჩვენებლად იჭერენ უმაღლეს სასწავლებლებში. საჩვენებლად. მოდი პირდაპირ თქვათ, რომ ეს არის საჩვენებელი დაჭერები, ბორკილებით, რომ დააშინონ ადამიანები. იქ მაგალითად პატიმრობები, იქ ამდენი პოლიტიკური პატიმარი და ახლა ფიქრობენ, რომ იქნებ სოციალურ ქსელში შეზღუდონ თავისუფალი აზრის გამოხატულება, მაგრამ დიანა, აი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აი საზოგადოება გვიყურებს. თუ ვინმე უზრდელობს და უცენზუროდ იქცევა სოციალურ ქსელში, ეს არის მათი ტროლბოტები. გადადით უბრალოდ ყველა მაგინებელ მესიჯთან, რომ როცა პასუხი არაფერი არ აქვთ, როცა ვერაფერს ვერ ამბობენ, ლანძღვაგინება არავის უჭირს. არა, ბოდიში დიან, არა, თქვენ შეგიძლიათ აიხა მაგალითად ჩემ Facebook გვერდზე შეხვიდეთ. და თუ არის გინება, გადადით და ნახავთ, რომ სულ ახალი გაკეთებული ანგარიშია, რომელსაც ყავს რამდენიმე ერთეული მეგობარი, რომელსაც ფოტოსურათიც არ აქვს. თან იციან, რომ ეს ანგარიშები მალევე დაიბლოკება და ქმნიან ახალს. მთელი, ასე ვთქვათ, უზარმაზარი ჯგუფები ყავთ, რომლებიც გინების მეც არაფერს არ აკეთებენ, იმიტომ რომ მათ ხო სიმართლე ან სწორ დისკუსიაში მონაწილეობა არ შეუძლიათ. ამიტომ რაც არ უნდა ინიციატივა იყოს ჩვენი დებატები გახსნეს და სხვათა შორის ამბობენ რომ ესეც ჩვენი მხრიდან აი ამ პოლარიზაციის დონის შემცირებას დაუკავშირეს დღევანდელი ინიციატივაც რაღაცა ამ კალათაში ჩააყენეს. ერთი რამე შემიძლია ვთქვა რომ აი ამ უკუღმართ ინიციატივებს ჩვენ ერთ-ერთი რამ შეგვიძლია დაუპირისპიროს. ეს არის ერთმუშტად შეკვრა, ერთიანობა 26 მაისი სწორედ ეს დღე არის ჩემთვის, რომ ის უამრავი პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია, ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს. მოდი ღიად. აი 26 მაისს რომ გამოვა ადამიანი, ეს რამდენად იქნება წინაპირობა მისი პრობლემის მოგვარების ვილაპარაკოთ ამაზე. გეტყვით ეხლავე რა. ნახეთ, პრობლემა ხო უამრავია. აი მაგალითად ერთი მხრივ ბავშვებს წამალს არ უფინანსებენ. მეორე მხრივ მაგალითად უსასრულოდ მაღალი ჯარიმებია და 3 მილიონი ვიდეო ჯარიმა, კამერები გვაქვს აბსოლუტურად ყველგან და გზის ინფრასტრუქტურა ამას არ შეესაბამება. მესამე მიმართულებით ფასების ვითომ რეგულაციაზე რაღაცებს გვატყუებენ. აი მე ხა ქუჩიდან მოვდივარ თავისუფლების მოედანზე, შეგიძლიათ ნახოთ, ვიყავით ბოლო შეხვედრა იქ ქონდა. ეს არის ნომერ პირველი პრობლემები ხალხს რაც აწყობს. დავანებოთ თავი ის რომ პოლიტპატიმრები გვყავს, ის რომ ჩვენ უსამართლობის მსხვერპლი ვართ, უსამართლობამ ყველას მიაკითხა. თუ ჩვენ გვინდა რომ ეს უსამართლობა გარემო კიდევ უფრო არ დამძიმდეს და ხელისუფლებამ მოსმენა დაიწყოს ადამიანების, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთად ვდგავართ და ბევრნი ვართ. მეორე, ამას სჭირდება პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ლიდერობა აქეთ ამ მხრიდანაც. პირდაპირ ვამბობ და ღიად ვამბობ, რომ ჩვენ მივმართოთ ჩვენი ძალა სწორი მიმართულებით. შესაბამისად 26-ში რატო უნდა მოვიდეს ადამიანი? თუ ფიქრობ, რომ უსამართლოდ მაღალი ჯარიმებია და გაჯარიმებენ ყოველდღე, უნდა მოხვიდეთ. თუ ფიქრობთ, რომ ბავშვებს წამალი უნდა დაუფინანსდეს, უნდა მოხვიდეთ. თუ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა განთავისუფლდეს, უნდა მოხვიდეთ. თუ ფიქრობთ, რომ ევროინტეგრაციის გზა საქართველოს უნდა დაუბრუნდეს, უნდა მოხვიდეთ 26-ში. თუ ფიქრობთ, რომ ფასების აი ამ კომისიით ტყუილებით, აი თავისივე ტყუილში წარმოიდგნენ, უნდა მოხვიდეთ. თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება აღარ უსმენს ხალხს და აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, უნდა მოხვიდეთ. თუ ფიქრობთ, რომ დინარაძეების და სხვების ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რაც დღეს ბრიფინგი იყო, არამედ ხალხის პრობლემა, რაც აწუხებს, მაშინ უნდა მოხვიდეთ. სხვა გზა არ ბევრ ადამიანს თუ დაინახავენ, ამას ამბობ, დაინახავენ, ისინი მიხვდებიან, რომ პროტესტი არის, ცოცხლობს, მასშტაბურია და შეეცდებიან საკუთარი ქცევის კორექციას. ამაზეა გათვლილი? ერთი ეს არის, მაგრამ 26 მაისი არ არის ერთჯერადი ღონისძიება. ეს არის ოცნების გაკეთილშობილება მეტნაკლებად უნდა იყოს ამ აქციის ამოცანა. როგორც მინიმუმ შევამციროთ ის მზარდი წნეხი, რაც იქიდან მოდის, ხო შევანელოთ. მაგრამ ამ ყველაფერს არ ეშველება, სანამ ხელისუფლებას არ შევცვლით. ეს არის ჩემი ღიად დიახ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა როცა შევცვლით ხელისუფლებაში, ყველა ეს პრობლემა მოგვარდება. ამიტომ ჩვენ როგორც პოლიტიკურ ძალებს ჭირდება ხალხის მხარდაჭერა. პირდაპირ ვიტყვი, ჭირდება მანდატის განახლება. ნახეთ, ჭირდება დიდი ერთსულოვნების და ერთიანობის დანახვება. მანდატის განახლება თქვენ კონკრეტულად თქვენ პოლიტიკურ გაერთიანებას. ამ ალიანსში შემავალ გაერთიანებას. ეს არის ალიანსის აქცია საკუთარი პოლიტიკური მანდატის გასახდად. მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც უზარმაზარი უსამართლობებია და ამას არ ეთანხმება. შეიძლება ყველა ჩვენი მხარდამჭერი არ იყოს ჯერ. მაგრამ მოგყვება იმაში, რომ ეს უსამართლობები ქვეყანაში არსებობს. შეიძლება ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ თქვენი მხარდაჭერი არ არის. მაგრამ
მოვიდეს და მოისმინოს. ან არ მოვიდეს რახან თქვენ ამბობთ რომ ალიანსის მანდატის გასაახლებლად გვინდა. ნახეთ მოდი ესე ვთქვათ რა. შეიძლება დღეს არ მოგხსოვს, მე ხავ ხედავ მაგალითად პირველი დღე, როცა ჩვენ ეს ქუჩის კამპანია დავიწყეთ, ინტენსიური შეხვედრები, ნელ-ნელა იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება. პირველ დღეს თუ ყველას უყვირდა, დღეს ხალხი მოდის და აი ველოდებოდი მეც თუ შემხვდებოდით. აი ესე მოდის. მესმის და მოდიან გვიყვებიან თავის პრობლემას, თავის მოსაზრებებს გვიზიარებენ. მე მესმის რომ ეს პროცესი, ამიტომ 26 მაისი მე არ მინდა ვინმე წარმოიდგინოს, რომ ეხლა ჩვენ 26 მაისს მორჩება და დამთავრდა. არა, ეს არის პირველი ნაბიჯი. შემდგომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმილი, კიდე როგორ უფრო უნდა გავაფართოვოთ, რომ მეტი და არამხოლოდ პროტესტი, არამედ ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია. აი ის, რასაც ეხლა თბილისის ქუჩებში ვაკეთებთ, როგორ უნდა მოვედოთ მთელ საქართველოს, როგორ უნდა შევთავაზოთ ჩვენი ალტერნატიული გზები, როგორ ავაშენოთ ნდობის ხიდი საზოგადოებასთან. ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ, ასე ვთქვათ, ნაფიქრი, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება როდის იქნება. ეს ხიდი ჩატეხილია და ხელახლა არის აღსადგენი. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაც დავაკელით, იმიტომ რომ ჩვენც ძალიან სერიოზულად გადავიაზეთ ბევრი რამ. შეიძლება სადღაც ხაფანგში გავეხვიეთ. პირდაპირ გეტყვით, რომ აი დაგებულ ხაფანგში რომ გადავერთეთ ისეთ თემაზე, რომელმაც საზოგადოება დაკარგა და პოლიტიკა მოაშორა ხალხს. შესაბამისად, ჩვენ როცა დღეს ვსაუბრობთ იმ გაჭირვებაზე, ვთქვათ ეს თემები, იმიტომ რომ ასეთი აი მაგალითად აღიარება შეიძლება პროცესს დაეხმაროს. არა, მე გეტყვით ახლა, მაგალითად ჩვენ რომ უფრო მეტი ყურადღებით, უფრო მეტი ინტენსივობით შემოგვეტანა ხალხის ყოველდღიური პრობლემები, რასაც დღეს ვაკეთებთ, იქნება ეს ფასები, ჯარიმები, უმუშევრობა, დემოგრაფიული სიტუაცია და ჩვენი გადაწყვეტები კარგად მივეტანა საზოგადოებამდე, შეიძლება მეტი ყოფილიყო ნდობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, გარდა ამისა, აი მაგალითად ხალხის გაკვეთა ხო იყო ერთიანობა, კონსოლიდაცია, ხო? მე ვფიქრობ, რომ ალიანსმა ეს ამასაც გარკვეულწილად პასუხი გასცა. ეს იმ პარტიების ერთობაა, რა ტიპის დაკვეთაც ჰქონდათ? ან ეს დაკვეთა საიდან რა საიდან აგერა ქუჩაში რომ გავალთ ხალხი ყველა გვეუბნება რომ კი გამოკითხვაში გვაქვს რომ იცით თუ არა რომ ალიანსი შეიქმნა და მხარს უჭერთ თუ არა და 99% მხარს უჭერს ალიანსს აი ვინც ჩვენთან ახლა ინტერაქციაშია და პირიქით ვინც არ იცის პირველი რითიც მოდის დიანა გეუბნებ რომ გაერთიანდით რა ერთად დადეკით. ანუ ეხლა ეს ეს 9 პარტია არის ის გაერთიანება რასაც ერთად დადექის თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც თავისუფლების მოედანს თუ არ ჩავთვლით, მეტნაკლებად რაღაც საერთო წარსულში რაღაც ბმები სულ გქონიათ. ანუ რაღაც ისეთი სიურპრიზი გაერთიანების არის ამ ალიანსში. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ. დღეს ჩვენ ვართ თვითკმარი, რომ ავიღოთ ქვეყნის მართვის პასუხისგებლობა. მე გეუბნებით, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გავაწევრიანოთ. ჩვენ შეგვიძლია ჯარიმები ჩამოვაწეროთ ხალხს. ჩვენ შეგვიძლია რომ ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოთ. ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი მაცადების შეიძლება ამორჩევლის დამოკიდებულებაში ხართ. ჩვენი ამოცანა არის პარტიებს რას უშვებით? სხვა პარტიებს მე ხო ვერ დავაძალებ რომ შემოვიდნენ არა ეს მათი გადასაწყვეტია მაგრამ მე ვამბობ რომ ჩვენ თვითკმარი ვართ და ჩვენი ამოცანა არის თუ სხვები შემოგვერთებიან ხომ კარგი და კარი ღიაა თქვა ასჯერ გვაქვს ნათქვამი თუ არ შემოგვერთებიან ჩვენი მხარდაჭერა გავზარდოთ დიახ ჩვენი ამოცანა არის ერის კონსოლიდაცია ჩვენ გასაყოფი არავისთან არაფერი არ აქვს ძალიან ბევრი ქართული ოცნების ამ დამხარდამჭერი ხოლო თქვენი ალიანსის მანდატის გასაახლებლად იწვევთ ხალხს და არა ერთი წუთით აი ძალიან გთხოვთ დიანა, ჩემს სიტყვებს ძალიან გთხოვთ, ნუ გადააკეთებ. მე ვთქვი რომ ერთ-ერთი ამოცანა არის ეს, მაგრამ ჩვენ ვიწვევთ იმ ხალხს, ვინც ამ უსამართლობებს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ სამართლიანობა დასამკვიდრებელია ქვეყანაში. ფიქრობს, რომ წამლები ბავშვებს უნდა დაუფინანსდეს. ფიქრობს, რომ ჯარიმები ასეთი უზომო და უსაშველო არ უნდა იყოს. ფიქრობს, რომ სოციალური ფონი ასეთი მძიმე არ უნდა იყოს. ფიქრობს, რომ დემოგრაფიულ კატასტროფაში მიგვიყვანა ამ ხალხმა. ფიქრობს, რომ ემიგრაციაში უსამართლოდ ბევრი ხალხია წასული. ამ ყველაფერს ფიქრობს, მაგრამ სად მოყვება ამისთვის? მე მათ ვეუბნები, რომ სად გაიყვანთ, იმიტომ რომ მეც წლებიან მე ეჭვი არ მეპარება თქვენი მართვის უნარებში, მართლა პერსონალურად, გულწრფელად ვამბობ, მაგრამ როგორ მოხვდებით იქ სადაც ამ უნარებს გამოავლენთ, აი აქ ამას ვერ ვხედავ, ამიტომ თვითკმარი ხართ მესმის, მაგრამ აი ხალხს იწვევთ სად იწვევთ შეიკრიბებით რისთვის ანუ ეს არის გზა რომელიც მიდის რაღაც პროტესტით ხელისუფლებიდან ჩამოცილებისკენ არჩევნებისკენ მიდის საიტკენ მიდის აი რაღაცა არჩევნებისკენ მიდის და ყველაფერი მაგრამ პროტესტი არის ერთი მიმართულება მეორე მიმართულება არის ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია თქო რომლის მაგალითს გაჩვენებ დღეს დიანა დილით ვიყავით საბურთალოზე საღამოს აგერ თავისუფლების მოედანზე ხვალ იგივე ხვალ მაგალითად
მაგალითად სამი პარალელურად ჩვენ სხვა თანაგუნდელები ნაძალადევ მთელ თბილისში ვართ გაშლილი, ახლა ამ ეტაპზე ვამბობ. იმიტომ რომ ჩვენ ესე ვთქვით პირველი ეტაპი თბილისის ასე ვთქვათ შემომტკიცების და გაძლიერების კამპანია, მაგრამ თავარი პოლიტიკო ჩემი ამოცანა არის რომ რა თქმა უნდა უპირატესობა ვაჩვენო განსხვავება ჩემსა და მათ შორის. მე შემიძლია ხალხს მოусმინო, მათთან ახლოს ვიყო, მათზე ვიზრუნო. ისინი კი მხოლოდ კაბინეტებიდან დაშინების გზებით ელაპარაკებიან ხალხს. მე ვუსმენ ადამიანებს. დიანა, წამოდით ჩემთან ერთად ხვალ დილით 9 საათზე მაგალითად კონკრეტულ ლოკაციას გეტყვით, ნახეთ რამდენი ხანით გავართ, უსმენთ ადამიანებს, ვესაუბრებთ. აბა მეტი რა უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტიც რომ, უფრო მეტი ამას რატო ვაკეთებთ, იცით? ამას რატო? კი, მინდა რომ ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდოს. მე ვფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს რესურსი რომ 60-70%-ამდე მივიყვანოთ მხარდაჭერა აქეთ ამ მხარეს. ალიანსის მხოლოდ? კიდე ერთხელ ვამბობ, მე ამ ეტაპზე ვზრუნავ ამაზე. თუ არ მინდა როგორი ამოცანა გიორგი ნახეთ წინა არჩევნების თქვენ მიერვე არაღიარებული შედეგად კი რა კი რას გეკითხებით ხომ კითხეთ რომ ალიანსის მხოლოდო კი მეთქი ხო და ამას ნახეთ რას გეკითხებით ახლა ეს ალიანსი დიდწილად ორი საარჩევნო ნომრის ირგვლივ და კიდე სხვა არ არის ეგრე და ძალიან გთხოვთ კიდე სხვა ვამბობ ნახეთ კიდევ სხვა არა მაგრამ მინდა ტესტა რას ვერ დამეთანხმებით ხუთიანის და ოთხიანის შემადგენელი პარტიები რომ არიან ვერ დაგეთანხმებით და რატომ ემატება ფედერალისტები თავისუფლების მოედანი ჩვენ ალიანსში ერთ-ერთი მთავარი თემა არის თანაბარ უფლებიანობა. ყველა სუბიექტი ერთად დამამთავრებელი. არა, დამამთავრებელი შეიძლება. 70%-ზე როგორ ადიხართ მე ამას გეკითხებით. საკრობელიდან ოცნება გახარიებული ელო. ამუშაობით, ჩვენ ვართ ალტერნატივა. ჩვენ ვართ გზად ავიღოთ ქვეყნის მართვის პასუხი. ჩვენ ვართ გზად რომ ეს სოციალური პრობლემა ჩვენ შეგვიძლია უზარმაზარი ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში. ჩვენ სოფლიო დონის კომპანიები შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ. ჩვენ შეგვიძლია სამუშაო ადგილები შევქმნათ. ჩვენ შეგვიძლია ლოჯისტიკური ცენტრები, საწარმოო ჰაბები გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია ტექნოლოგიური კომპანიები. ამაში გვჭირდება 70%. დიანა, არ გესმით სულ. აი მანდიყო ხაფანგი, სადაც მე გავეხვიე, როცა გადავერთე ისეთ საუბრებში, რომელიც ხალხს არ აინტერესებს და ხალხს ეს აინტერესებს. რომელია ეს საუბრები? აი პოლიტიკური გარჩევები, აი რაღაცა მეორე ხარისხოვანი თემები, ელიტისტურ პოლიტიკური საუბრები. ეს ჩემი საქმე არ არის. აი თქვენ ექსპერტებს ესაუბრეთ ამ საკითხებზე. მე მასაუბრეთ, რისი გამკეთებელი ვარ ჩვენ ამ ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს წელში გავმართოთ, რეგიონის ლიდერის სტატუსი დაუბრუნოთ. ჩვენ შეგვიძლია ყველა დღეს პენსიონერი რომ აჩერებდა, მაგალითად დელისის მეტროსთან მეუბნება რომ გიორგი შეუძლებელია ვერაფერს ვერ ყიდულობ ამ პენსიით. დიახ, ევროპული პენსია გვინდა რომ მოუტანოთ რა. და ამას ჭირდება ერთმუშტად შეკრული საქართველო. ამას ჭირდება ერთიანი საქართველო. ამას ჭირდება ერთმუშტად შეკრულ ქართველ ერთს წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. მე მინდა რომ ქართველი კიდევ ერთ ქალბატონის სიტყვას გავიხსენებ. ნახეთ რა მითხრა ქალბატონმა, მითხრა რომ გიორგი, რაღაცა მეორე ხარისხოვანი ერიშთა ის მაგ უკვე გაჩენილიო რა. აი რო ხედავს რომ აგერ სომხეთში ამ სოფლიო ლიდერები ჩადიან, რა ხდება ჩვენს გარშემო და საქართველოში ხელისუფლებას ეძახის თავის თავს და ხალხი და აბსოლუტურად მოწყვეტილია განვითარებისგან. აი ეს არ მინდა. ჩვენ ამბიციურიერი ვართ, ჩვენ წარმატება გჭირდება, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ნიჭიერი ვართ. ახალგაზრდები გვხვდებიან, მაგალითად, უამრავი, რომელსაც იდეები აქვს, ტექნოლოგიური მიმართულებით, სხვა ამას ხელშეწყობა უნდა, გარემო შექმნა უნდა. ჩვენ ეს შეგვიძლია და დიახ 70%-იანი მხარდაჭერა გჭირდება იმისთვის, ოღონდ ახლა არ ჩათვალოთ, რომ დღეს მაქვს 70, მინდა რომ ამიშულზე მივიდეთ, რომ შეიცვალოს ეს რეალობა. ასე რეალობას მოწყვეტილი? არა, ხო და სხვანაირად არ მოხდება ეს დიანა. შესაბამისად, კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი გზა გვაქვს არჩეული. მე სხვა ჭკუას ვერ დავარიგებ ჩვენებისგან განსხვავებით. გზა არჩევნებამდე საზოგადოების შეკვრის, რაღაც თქვენ საკუთარ უპირატესობაში დარწმუნების, ეს არის არჩევნების გზა. ეს არის არჩევნების გზა, ხო, ალტერნატიული გზა არის, შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ ამ ადამიანებმა თქვან, რომ მივდივართ, ხო, წავედით ამ რაღაცა თქვან, რომ მოდი ახლა გავიგეთ, ჩვენ იმხელა უპირატესობა გაქვს, წავედ. შეიძლება ესეც მოხდეს, ხო, ჩამოიშალოს უბრალოდ რეჟიმი და ჩვენ ამის ნიშნებს ხედავთ, მაგრამ ისეთი უპირატესობა მოიკრიბა ალიანსმა, რომ ივანიშვილმა თქვა, არა მხოლოდ კაცო, აქეთ მხარ ზოგადად პოლიტიკურმა ძალებმა, ვისაც ქვეყნის წინსვლა უნდა, საქართველოს განვითარება უნდა, სიკეთე გვინდა, მიხვდით, აღარ გვინდა. აი, ქუჩაში რომ დავდივარ, მთავარი რა არის, იცით, რომ გაღიმებული სახით ადამიანი არ დადის.
მიხვდით? აი ეს არის მთავარი პრობლემა. დღეს ქალბატონები ლაივში ნახეთ, აი ისინი მეუბნებიან, რომ მეტი ბედნიერება გვინდა, მეტი სიყვარული გვინდა, მეტი ურთიერთგაგება გვინდა და არა ის ხელისუფლებას ეძახის თავის თავს ადამიანები, რომლებიც სუდაპირისპირებაზე არიან, სუწ რა ტერმინებით ესაუბრებიან ხალხს. ეს ხო არ არის სწორი არა? ამიტომ მე ეს მინდა, ამისთვის ვჭირდება ხალხის ხარდაჭერა. პირდაპირ ვამბობ, რომ ხალხის ხარდაჭერის გარეშე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. აღდგენა მათ შორის იწყება იმის გააზრებით თქვენ რა ვერ გააკეთეთ იმისთვის, რომ სუდაპირისპირებული არ ყოფილიყო. მესმის, რომ თავარი გასაღები და ბერკეტი ამ დროს აქვს ხელისუფლებას, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავისი აგური გამოცლილი ამ რაღაც ერთიანობისთვის თუ რაღაც. მე პირადად ამას ვერაფრით ვერ მივიღებ. ჩვენი რეიტინგის და მხარდაჭერის კლების მიუხედავად. იმისთვის რომ ძიმე კრიზისებიდან ქვეყანა გამოსულიყო, შეთანხმებებს მოვაწერეთ ხელი, რომელიც თავზე გადაგვახიეს. უკან დავიხიეთ და ჩემთვის ძალიან ძიმე იყო ის დღე, როდესაც დავინახე, რომ ბევრი ვიშრომეთ, რომ კარგი შეთანხმება შედგენილიყო, რომ საგზაო რუკა ყოფილიყო საქართველოს ევროინტეგრაციის. მიხვდით? შარმიშელის შეთანხმებაზე ვსაუბრობ, რომელსაც თავზე გადაგვახსენეთ. გავიარეთ ეხლა. რომელსაც არ ქონდა სრული ოპოზიციური მხარდაჭერა, ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდა ხელი მოწერილი. დიანა, ვერ დაგეთანხმები. მე ამას ვერ მივიღებ. მე არ ვამბობ, რომ ამის მიუხედავად არ დახევდა ამ დოკუმენტს ხელისუფლება, მაგრამ ეს კარგ მიზეზად გამოიყენა. ერთი წუთი, არავითარ მიზეზად ეს ვერ გამოგება. დიანა, სადა გამოყენება? შეიძლება მაინც დაეხია. ბოდიში, ვერა. არა, თქვენ ტყუი ხართ ეხლა პირადად. და ახლა რატო ტყუი ხართ გეტყვით? თქვენ ტყუი ხართ და რატო? ტყუი ვარ, აზრს გამოვთქვა. ნახეთ, თქვენ მეუბნებით ტყუი ხართ დიანა. აზრს გამოვთქვა. თქვენ ტყუი ხართ, თქვენ ამართლებთ. არ მოაწერა ხელი. მომისმინეთ, რა ტაქტიკა თქვენ ამართლებთ მათ არასწორ ქმედებას ამით. ეხლა მე მომისმინეთ როგორ იყო. ეს მოიქცეოდნენ, მაგრამ გამოიყენეს თქო ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან ხელის არ მოწერა ამ დოკუმენტზე. თუ შეიძლება არასწორ ინტერპრეტაციას ნუაკეთებ პროცესის. ბოლო დღეს, როდესაც შეთანხმება შედგა, შარმიშელის თანდასწრებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იყო იქ და თუ არა და კითხეთ და დამემოწმება. ქართული ოცნების წარმომადგენელი, პირადად მე შარმიშელის თანდასწრებით, ქართული ოცნების თვალწინ ავდექი და ვთქვი, ბოლო მიღება რო იყო პრეზიდენტის სასახლეში. ამ დოკუმენტს ბოლო მონაცემით ნაციონალური მოძრაობა არ აწერს ხელს. მე ვუთხარი, შეთანხმება შედგა თუ არა მიუხედავად ამისა. შარმიშელის თანდასწრებით ისტორია ეს არ სალომე ზურაბიშვილს კითხეთ თუ ესე არისო? სიტყვა სიტყვით ინგლისურად მე ვკითხე. Deal is done or not. იმიტომ რომ მე ვუთხარი, თუ ეს deal თუ თქვენ ამ შეთანხმებას არ იღებთ ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერის გარშემო, მაშინ მე ამას ხელს ვერ მოვაწერ. იმიტომ რომ ხვალ და ზეგ მე ეს იყოს მიზეზი. მომისმინეთ კარგად დიანად, იმიტომ რომ ეს თქვენ უნდა იცოდეთ ძალიან, მე არაერთხელ მომიყოლია ეს ეთერში სხვათა შორის. მართლა? დიახ. მიუხედავად ამისა, შარმიშელის თანდასწრებით ხო კიდე ერთხელ ვამბობ. ითქვა რომ მიუხედავად ამისა შეთანხმება შედგა, დილის დანიშნავ შეთანხმება შედგა. მე ეს შეთანხმება დააგრეს. შეთანხმების გადახევის დიდო სტატირომა ამაზე გედავებით გქონიათ. მე ვამბობ რომ ფორმალურ მიზეზად გამოიყენა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ მოწოდა. არა, უკაცრავად ვერ გამოიყენებდა ამას. წინასწარ მქონდა დაზრული. გასაგებია. უკაცრავად ერთი წუთით საიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი? თქვენ თქვით რომ თქვენს გეკისრება თუ პასუხს. ეხლა მეორე ყველას ეკისრება, მეც კი მეკისრება შეიძლება. ამ ტიპის კლიმატის ჩამოყალიბება. მე ვიღე პირადად ხო მე ამას გეუბნებ. ერთი წუთი მეორე ფაქტს გაგახსენებთ. დობის აღდგენას 2020 არა მე დობის აღდგენა ერთი წუთი შეცდომებზეც ვილაპარაკოს ამ მიმართულებით. ბოდიში ერთი წუთით ფაქტებია ეს და მე პირადად ვიღებდი ამ პროცესებში მონაწილეობას და ვერ ასე უბრალოდ ვერ გავივლი ამ საკითხს 2022 წელს. მე მინდა ქართული ოცნების მხარდამჭერებმა კარგად მომისმინონ ეხა რაც ვიტყვი. 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი და გაჩნდა შესაძლებლობა ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის. პირადად მე ამოიღეთ ჩემი გამოსვლა, მე თქვენთან ადრეს თქვი მგონი ეს ეთერში, ოპოზიციის სახელით შარმიშელის შეთანხმება უკვე გადაგდებულია ქართულში. გამოვედი და უთხარი ქართული ოცნების ლიდერებს. აბატონო, ოპოზიციის შემოთავაზება 8 პუნქტიანი გეგმა, როგორ მივიღოთ სწრაფად ევროკავშირის სტატუსი. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ ერთობლივი დელეგაციები გავაკეთოთ და ევროკავშირის დედაქალაქებში ჩავიდეთ. და უფრო მეტიც, ამით თქვენ უფრო მოგებულები იყოთ, დამამთავრებია დიენა. ბატონო, გიორგი, თქვენ არასოდეს ამ ტიპის პოლიტიკური პოლარიზაციის მე ამას ქართული არ შეგიტანიათ, ამას ამბობთ. კი ბატონო, გავიგეთ, მაყურებელმა მე მინდა ქართული ოცნების მხარდამჭერებმა იცოდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა რა არის. მე
მე პირადად ოპოზიციის სახელით გადავეცი ეს დოკუმენტი კობახიძეს, ღარიბაშვილს, პაპუაშვილს. თუ არა და გამოვიდნენ და თქვან სასაცილოდ არ იყოთ. აი ეს არის ჩვენი და მათ შორის განსხვავება. როდესაც სახელმწიფოებრივი მიდგომა არის, ჩვენ სხვაგვარად ვიქცევით და არაერთხელ უკან დაგვეხევია. მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის მივიღეთ მათი მხრიდან უარესი და უარესი. ამიტომ ახლა მათ ჩვენ აღარ ველაპარაკებით, დიანა, პირდაპირ გეტყვით, ჩვენ გვინდა ერის კონსოლიდაცია და გაერთიანება, რომ საკეთილდღეო კარგი საქმეები ვაკეთოთ ქვეყანაში. ამიტომ გთხოვთ, მოდით 26-ში ამიტომ გთხოვთ შევიკრიბოთ ერთად, ამიტომ გთხოვთ მოგვეცით თქვენი მხარდაჭერა იმისთვის რომ გამარჯვებამდე მივიყვანოთ საქმე. თქვენს გამარჯვება. თქვენი მოთხოვნა ეს არის წინაპირობა არჩევნებში მონაწილეობისთვის თუ გარკვეული საწყისი პაკეტი როგორ შეიძლება აღვიქვათ ეს მოთხოვნების ჩამონათვალე? არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, რატომ იწყებთ ამ პირობებზე საუბარს ახლა? ეს არის აბსოლუტურად ცივი გონებით შექმნილი დოკუმენტი, მინიმალურად აუცილებელი პირობები, რომ არჩევნებს დაერქვას არჩევნები დიანა. შესაბამისად, ჩვენ რადგანაც ახალ პროცესში შევედით, მათ შორის აქციები იქნება ეს, ხალხთან პირდაპირ კომუნიკაცია იქნება ასე შემდეგ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, კაფიო ხედვა დაგვედო იმ ელემენტარული ცვლილებების, რაც აუცილებელია გაკეთდეს იმისთვის, რომ არჩევნებად ჩაითვალოს და ისიც ვიცით. რაც არ უნდა იძახოს დღეს იქეთ ამ ხარემ, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ, ძალიან კარგად ვიცით, რომ ხალხის ძალას და ნებას ისინი ვერ დაუპირისპირდებიან. ამიტომ ეს ყველაფერი ცვლილებები აუცილებლად იქნება. მე ამაში დაარწმუნებული. ეს ცვლილებების პაკეტი თქვენ 2028 წლისთვის სთავაზობთ ხელისუფლებას, თუ გაგვთ განცდა, რომ იქნება უფრო ადრე არჩევნები. შეიძლება მანამდე იყოს, მაგრამ მე აბსოლუტურ გარანტიას ვერ ვიტყვი. ეს პაკეტი დაუდეთ მაგიდაზე და ბევრი ხალხით როგორც ხვდები აიძულებთ, რომ ეს გააკეთოს, თუ კომუნიკაციაში შეხვალთ მასთან და ლაპარაკის პროცესში. ჩვენ კაფეოთ, მე ვფიქრობ, საზოგადოებასთან, გაუგზავნებთ ეს დოკუმენტი. თავარი მიმართულება არის საზოგადოება, ხალხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ ვესაუბროთ და უთხრათ, რომ აი მარტივ მაგალითს ვთქვი, ემიგრანტებს აუკრძალეს ხმის მიცემა. აი რანაირად ეხა რანაირად შეიძლება არჩევნებად ჩაითვალოს? ხელისუფლებასთან მოითხოვთ კონსულტაციებს იმ თემაზე, რომ თქვენს მიერ შედგენილი დოკუმენტმა იპოვოს დღის სინათლე, თუ დაწერეთ და დადეთ და კობახიძეს ეუბნებით, რომ მიდი და შეასრულე. მხოლოდ ხალხის კონსოლიდაცია შეუძლია აიძულოს ეს ადამიანები უკან წაიღონ ის მავნებლური კანონები, რაც მათ ასე ხდება შეთანხმება რამე თემაზე? დიანა, სხვა გზა არ არსებობს. ამ ხალხთან მოლაპარაკების სხვა გზა გარდა საზოგადოების ერთმუშტად შეკვრისა და კონსოლიდაციის არ არსებობს. ანუ ამ ეს დოკუმენტი დღის სინათლეს მხოლოდ დიდი საზოგადოებრივი წნევის შედეგად კონსოლიდაციის დიახ და აუცილებლად მოხდება ეს. მე ამის მწამს და მჯერა. ბევრი ხალხი რომ დაინახეს და რაღაც ისე გააკეთეს, როგორც თქვათ თქვენ დაწერეთ, ეს როდის ნახეთ ბოლოს? რაღაც დაწერეთ, რაღაც მოისურვეთ, როგორ? რუსული კანონი ერთი რო უკან გაიტანეს. მაგალითად, ხო, მაგალითი გამახსენე. არის მაგალითი. თუმცა მე ამ მაგალითის ჩემი აზრია ეს და ტყუი ხართო ფაქტად არ გასაღებთ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით იმ პროცესის წარმატება, განაპირობა ასევე თქვენმა ყველას აქტიურობამ პარლამენტშიც და ქუჩაშიც. ახლა ის ელემენტი გაკლიათ, თქვენ ხართ მხოლოდ ქუჩაში. დიანა, ნახეთ, მხოლოდ ქუჩაში კი არა ვარ, ჩვენ ვართ ხალხთან. ჩვენ ვესაუბრებთ ხალხს და თქვენ დაინახავთ. ძალიან კარგია ეს, ძალიან კარგია. თქვენ დაინახავთ. მოვა დღე, როდესაც დაინახავთ ერთმუშტად შეკრულ ქართველ ერს, ჩემი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, იმიტომ რომ მე გასაყოფი საქართველოს მოქალაქეებთან არაფერი არ მაქვს, არაერთხელ მithქვამს, რომ ციხიდან არ გამოვსულ ვარ შურისძიების გზნობით, ერთადერთი რითიც გამოვედი, მინდა რომ საქართველოს და ფიქრობ, რომ ჩვენს თაობას აკისრია მისია გავიდეთ სამშვიდობოს. თქვენ დაინახავთ ერთმუშტად შეკრულ ქართველ ერს, რომელსაც წინ ვერც ეს ბოროტი ძალა ვერ აღუდგება და ვერც ვერავინ ვერ აღუდგება. ეს მოხდება აუცილებლად. ამას დრო სჭირდება. არა მაქვს ილუზია, რომ ეს მოხდება ერთ წუთში. საერთაშორისო სანდო კომპანია როგორ უნდა დაზუსტდეს? ან რაღაც დამატებითი მექანიზმი იქ ელექტრონული საერთაშორისო სანდო კომპანია ეს არის ამაზეც წარმოვიდგინოთ, რომ კობახიძეს გაუნათ და თქვა, რომ მოდი დეპოლარიზაცია მხოლოდ რაღაც ონლაინ შეზღუდვებს კი არ გულისხმობს, საუბარს პოლიტიკურ აქტორებთან და ამას ლაპარაკი არ სჭირდება? ამ ტიპის შეთანხმებას. აიკითხოს, ვისაც კი არჩევნებთან იოტისოდენა შეხება ჰქონია, დიანა, იმდენად მარტივ საკითხებზეა საუბარი.
ამას საუბარი არ ჭირდება. ანუ უმარტივეს რაღაცას ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ, რომ ტექნოლოგია როდესაც არსებობს საერთაშორისო, აი მაგალითად Big 4 ხო, დიდი ათეული ხო, KPMG, რა ვიცი, PricewaterhouseCoopers, ასე შემდეგ ხო, ის ახდენს ტექნიკის აუდიტს. ძალიან მარტივია. მივხვდით? არსებობს ეს რამე განსაკუთრებით გვიწერია, რომ ემიგრანტებს დაუბრუნდეთ ხმის მიცემის უფლება. რა უნდა აქ რა არის სადისკუსიო? კი ბატონო, ეს პირობები და ეს მოთხოვნები თუ არ შესრულდა, თქვენ არ გახვალთ არჩევნებში? მე ვფიქრობ, რომ ისე არჩევნებიც არ დაინიშნება. არჩევნები კალენდარით მოვა 2 წელიწადში. თქვენ ნახავთ? თუ ეს პირობები არ შესრულდა, თქვენ არ გახვალთ არჩევნებზე? მე მჯერა, რომ ეს პირობები შესრულდება, არჩევნები ამით დაინიშნება. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გიორგი, თუ ეს პირობები არ შესრულდა, არჩევნებზე არ გახვალთ? არ არსებობს ეგ ალტერნატივა. ერთ-ერთი ალტერნატივა არსებობს, არჩევნები დაინიშნება რა შემთხვევაში? ხო 2028 წლამდე. ქართულ მოუწნევამ არჩევნები უნდა დანიშნოს, თუ მას უნდა რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს მათ შორის საერთაშორისო კუთხით და ქვეყნამდე ლაპარაკობთ ახლა? რა მნიშვნელობა აქვს? არა აქვს მნიშვნელობა. როგორ არა აქვს? არა აქვს მნიშვნელობა. ქვეყნის შიგნით შეიძლება იყოს 27-ში, შეიძლება იყოს სექტემბერში და შეიძლება იყოს 28-ში. არა აქვს მნიშვნელობა. ქართულ ოცნებას რა უნდა, ხო? ის აი იხვეწება, რომ ლეგიტიმაცია მომეცით. უბრალოდ ერთ რამეში ცდება. ლეგიტიმაცია ვაშინგტონში არ არის. ეხლა სადაც ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაალაგდეს. ლეგიტიმაციის ძალა არის ხალხში. და ხალხიდან ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, სანამ ნორმალურ არჩევნებს ვერ ჩაატარებს. თუ ხალხიდან ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, მაშინ მას აღიარება არც საერთაშორისო დონეზე არ ექნება. ამაში ცდება დიანა, მიხვდით, ტყუილა ეძებს ვაშინგტონში გასაღებს. ბრიუსელში გასაღებს. სხვაგან, ხო ვიცი, რამდენი ადამიანი ყავს აწრიალებული, ხა, დაქირავებული დარბიან. აი, თქვენი ეთერით ვეუბნები ამ ადამიანებს. ტყუილა დარბი ხართ. ლეგიტიმაციის გასაღები ვაშინგტონში არ არის. ჩვენ უკი გვაბრალებენ, რომ ჩვენ გარეძალაში ეძებენ ლეგიტიმაციას. ლეგიტიმაციის გასაღები არის ყველა მიდის იმ აზრამდე, რომ ხალხში და ხალხის განწყობა ქმნის საერთოდ პოლიტიკოს აძლევს ძალას და ვერც ერთი დასავლელი პოლიტიკოსის მხარზე ხელის მოთათუნება ან მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ გეკითხებით, როცა არ უნდა იყოს არჩევნები, თუ ქართულმა ოცნებამ ეს პირობები არ შეასრულა, თქვენ არ გადიხართ არჩევნებში? არ არსებობს დიანა ეგ სცენარი, რატომ? ამ პირობების შეუსრულებლად ყველა ამ პირობას, 6 პირობას ასრულებს ოცნება, ასე ხედავთ? პირობების შესრულების გარეშე დანიშნულ არჩევნებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებენ და ის, რასაც იხვეწებიან, ეხა დადიან ვაშინგტონში და ვეუბნები, რომ ტყუილა დადიხართ თქო, ვერ მიიღებს, მიხვდით? იმიტომ რომ ეს გასაღები ჩვენ ხელშია. სანამ ჩვენ არ ვიტყვით, რომ არჩევნები ნორმალურია და ლეგიტიმურია, ის არჩევნებად ვერ ჩაითვლება. მიხვდით რას ვამბობ? თქვენ არ მიიღოთ, მაგრამ სხვა პოლიტიკური ძალები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ანუ ალიანსის გარეშე არჩევნები არ არის. აგერ ხო იყო თვითმმართველობის არჩევნები. ლეგიტიმაცია მიიღეს? გიორგი, მუშაობს საკრებულოები, არიან ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიების კანტიკუნდად, მაგრამ წარმოდგენილნი ამ საკრებულოში. მომისმინეთ, ჩვენ საუბრობთ ლეგიტიმაციაზე, ხო? მათ ხო აწუხებთ ეს. კანონი მიიღეს ბოლოს და ბოლოს, რომ თუ ლეგიტიმურად არ მცნობო, დაგიჭერო. აწუხებთ, მაგრამ სანამ თქვენ არ იქნებით პარლამენტში ან საკრებულოში, ის ვერ ჩაითვლება. ქმედითია იმ დონემდე, რომ აი ეს რეპრესიული წნეხი განახორციელოს, ამის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. ერთი წუთით ნახეთ. ქმედითობა ადამიანის ჩაგვრაში არ გამოიხატება. მათ ეხა ლეგიტიმაცია რომ არ აწუხებდნენ, მუხზე ფორთქვით არ ირბენდნენ ვაშინგტონიდან ბრიუსელში, ბრიუსელიდან იმაში კიშინიოვში და ასე შემდეგ. არ ვიცი, ალბათ რაღაც. კარგით ეხლა რა, იმდენი დაქირავ, იმდენ ფულს ხარჯავენ რა და ცოტა ხანში მაგასაც ნახავთ ჩვენ, მაგასაც ნახავთ თქვენ, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით რა, ხო ფაქტია დიანა, რომ აგერ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, დიდმა ნაწილმა ადამიანებისამ თქვა, რომ მე ამ არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ არ ვენდობი, დიდმა ნაწილმა ჩატარდა არჩევნები, საკრებულო არ დაკომპლექტდა და მერები არ მუშაობენ. როგორ მუშაობენ, რამდენად ვთქვათ, არასრულია, სრულია, ამაზე ხომ არ დავ. ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობთ რა. ხო, უკაცრავად. ლეგიტიმაცია პოლიტიკური ტერმინია. ხო და პოლიტიკური კი არ არის, სამართლებრივი ტერმინი. შეიძლება ვიღაც ცნობს ლანჩხუთში, ცნობს თავის მერს ლანჩხუთელი. რატომ მიიღეს კანონი ლეგიტიმურად ფცანიო? თუ არაფერს არ ნიშნავს, რატომ მიიღეს კანონი? მაშინ საწინააღმდეგოა ხო, თუ არ აინტერესებს. კიდე ერთხელ ვამბობ. გასაღები მანდ არ არის. საქართველოს არ არის. არჩევნებზე გადიხართ თუ არა ეს? ერთი წუთი, არჩევნებზე გავალთ. იმ არჩევნებზე გავალთ, დიანა, რომელიც
ამ წესების გათვალისწინებით ჩატარდება და სხვანაირი არჩევნები აღარ ჩატარდება. თქვენ ამას ნახავთ მეთქი, ამიტომ მინდა ხალხის მხარდაჭერა. კი ბატონო, ბევრი რამ მინახავს როგორც ჩანს და კიდევ ბევრ რამეს ნახავთ. დარწმუნებით გეუბნებით ამას. ამიტომ ვითხოვთ 26 მაისს ხალხის მხარდაჭერას, ამიტომ ვითხოვთ ერის კონსოლიდაციას. იმიტომ რომ სანამ ნორმალური არჩევნებს არ მიეჩვევა ნებისმიერი ხელისუფალი, ის არც ბავშვებს მიაქცევს ყურადღებას, არც ჯარიმები აღელვებს მას და არც დიდი უსამართლობები, რომელიც ქვეყანაშია. და არც ლაპარაკი არ სჭირდება ამის შესრულებას, ასე ამბობთ. არაფერი, წაიკითხეთ რა მარტივ რაღაცეებზეა საუბარი. იქნებ მინდა რომ თქვენთან მე რომ ხელისუფალი ვიყო, ვთქვათ. და გიორგი ვაშაძემ სხვებთან ერთად დაწერა დოკუმენტი. იქნებ მაინტერესებს როგორ შეიძლება ის რაღაც სასამართლო კოლეგია შეიქმნას, ან რომელ სანდო კომპანიაზე ესაუბრა. იქნებ მინდა ამაზე ლაპარაკი, იქნებ თანახმავა ამაზე. იმდენად მარტივად გასაგებად დავწერეთ, ვინც თემას იცნობს. ანუ რომ დაინტერესდნენ თქვენ არაპირებთ კომუნიკაციას. კონსულტაციებში შესვლას არ ვაპირებთ, ახლა თუ მაინც და მაინც ჩვენს მიერ დაწერილი საკანონმდებლო ინიციატივა ჭირდებათ, გაუგზავნით. რა არ არის პრობლემა? რატო არ ვაპირებთ? კიდევ ერთხელ ვამბობ, რა დიან, რა რომ ის რაც გავიარეთ, არა კი, იმიტომ რომ დღეს ქართულ ხალხს ვთხოვთ ჩვენ საზოგადოებას მხარდაჭერას, რომ დიახაც უნდა დავაყენოთ ჩვენი პრინციპული პოზიციები და ამაში გვჭირდება მხარდაჭერა, იმიტომ რომ სხვა მხრივ ეს ხალხი მატყუარა არის, მე აგერ არ ახლა არ მოგიყევით, თქვენ რამხელა შეთანხმება და რამხელა ის იყო და ვისი გარანტიებით იყო და მოგვაწყვეტ. ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება ოცნების მხრიდან, მაგრამ მე ვთქვი, რომ შესაძლოა ფორმალურად მათ გამოეყენებინათ ნაციონალ მოძრაობის უარი. თქვენ ამბობთ, რომ ეს წინასწარ იყო გავლენიო. გასაგებია ეს იმ შეხვედრაზე მჯდომ სხვა ადამიანებს, მათ შორის თუ არ მახსოვდები, ესა ბადრი იყო ამაზე, რა ქვია, ასევე იყო თინა ბოკუჩავა თუ არ ვცდები, იყო ვინ იყო კიდე, მაშინ თინა არ იქნებოდა, ხო? მოიცადეთ ვინ იყო? ხონდა ეს აზრი, მაგრამ მოკლედ ოპოზიციის მაშინდელი წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე იყო, გამახსენდა ეხლა. ხო, ყველა იყო აბსოლუტურად და სალომე ზურაბიშვილთან იყო ეს შეხვედრა. თქვენ შეგიძლიათ კითხოთ სალომე ზურაბიშვილს. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ თქვენ კამპანიაში. ძალიან გთხოვთ, ბევრ ადამიანს ველოდებით რომ მოვიდეს. ჩვენი თავარი ამოცანა არის ერის გაერთიანება, ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს საქართველოს მოქალაქეებთან. ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების გარემოს და პირობებს. ამიტომ ნამდვილად გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. 26 მაისი ჩავთვალოთ არის პირველი ნაბიჯი. აქედან ახალ სტარტს ვაძლევთ აი ამ დიდ ბრძოლას, რომელშიც აუცილებლად ხალხთან ერთად გავემარჯვებთ. მე მგონი ჩვენი მიზნები ძალიან მკაფიოდ არის ნათელი რა მიზანი გვაქვს.